მოგესალმებით. დღეს კიდევ ერთი მარტივი ფახლავის რეცეპტი მოგიტანეთ, თუმცა შინაურულზე არის ფახლავების, ბაკლავების რეცეპტების მთელი ალბომი. შეგიძლიათ ნახოთ და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი რეცეპტი. მას ასე პირველ რიგში მოვამზადოთ საჭირო ინგრედიენტები. 350 გრამ ქვილს დავამატოთ მწიკვი მარილი, 150 გრამი კარაქი და ავაფხვიეროთ. აქვე დავამატოთ 2 კვერცხის გული. შემდეგ 100 მილილიტრ მაწონში ან არაჟანში ავურიოთ 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი და დავამატოთ ჩვენს ქვილის მასას. და მოვზილოთ ცომი, რომელიც უნდა იყოს საშუალოდ რბილი. ამ ცომის მოზელვა არ არის ძნელი და შეგიძლიათ მოზილოთ ნიჩბით ან შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ ხელითაც მოზილოთ. ცომი უკვე მზად არის, რომელიც მაცივარში ჩავდოთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. მოვამზადოთ ნიგოზი. 200 გრამ ნიგოზს დავამატოთ 150 გრამი შაქარი და 2 კვერცხის ცილა, რომელიც გულებისგან გადაგვრჩა და კარგად ავურიოთ. ფახლავის გულსართიც მზად არის. ცომი გამოვიტანოთ მაცივრიდან და დავყოთ 7 ან 8 ნაწილად. გაჩნია თქვენი ფორმის ზომას. ჩვენი ცომის გუნდები სათითაოდ ძალიან თხლად გავაბრტყელოთ და ამოვჭრათ იმ ზომაზე, რა ზომის ფორმაც გვაქვს. ჩემი ფახლავის ფორმა ესეთია, ოვალური ტიპის. მასზე გადავანაწილოთ ჩვენი ნიგზიანი გულსართი. ასე ვაკეთებთ ყველა ფენაზე, მხოლოდ ზედა ფენას არ წაუსვათ ნიგოზი. დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. და წინასწარ გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. შინაურულზე არის ასევე ფილოს ცომის მომზადების რეცეპტიც, რომელიც შეგიძლიათ პლეილისტებში იხილოთ. ფახლავა უკვე დავჭერით სასურველ ნაჭრებად. ახლა კი ღუმელში შებრძანებამდე გადავუსვათ კვერცხის გულისა და რძის ნაზავი. შინაურულზე არის ასევე ჩეხური ფახლავის რეცეპტი, რომელიც ძალიან გემრიელია და შეგიძლიათ სინჯოთ. ეხლა კი ჩვენი ფახლავა შევდგათ გამოსაცხობად. აუცილებლად წვება 180 გრადუსზე და პარალელურად მოვამზადოთ ჩვენი ფახლავისთვის სიროფი. 150 გრამ შაქარს დავამატოთ 150 მილილიტრი წყალი, ასევე 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ვადუღოთ 2-3 წუთის განმავლობაში. როცა ფახლავა გამოწვება, ნელთბილი სიროფი მოვასხათ ზემოდან და შევდგათ ღუმელში 1-2 წუთის განმავლობაში. ასე ფახლავა კიდევ უფრო გემრიელი და ლამაზი გამოდის. უკვე სიროფით გაჟღენთილი ფახლავა მოვრთოთ სურვილისამებრ. მე მოვრთებ ფისტათი და შეგიძლიათ ასევე ამ შემთხვევისთვის გამოიყენოთ ნიგოზი. როგორც ხედავთ, ეს ფახლავა ძალიან მარტივად და სწრაფად მოვამზადებთ. ამიტომაც აუცილებლად უნდა სინჯოთ და დააგემოვნოთ და აუცილებლად გამოიწეროთ მარტივი რეცეპტების არხი შინაურული. დღეს სულ ეს იყო. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.